კოორდინაცია დარღვეული არის ყოფილ პრეზიდენტთან, ასე უნდა ჩავთვალოთ თქვენი პარტიის. მივესალმებით თქვენს მაყურებელსაც, მადლობა რომ მომიწვიეთ. რატომ გადაწყვეტეთ ესე? მთელი ოპოზიცია ამას ამბობს, რომ უღალატეთ. ვის? აი ამ შეთანხმებას, რომ არ მიხვიდოდით საგამოძიებო კომისიაში და თქვენი იქ მისვლით აღიარებთ პარლამენტს. კარგით, ესე იგი, მოდით ასე თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე და ბევრჯერ ვთქვით ჩვენმა პარტიამ, ბევრჯერ გააკეთა ეს განცხადება და ზოგადადაც, როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას და მიდის პოლიტიკაში ისეთ ვითარებაში, ისეთ ქვეყანაში, ისეთ სისტემაში, როგორიც ჩვენ გვაქვს, ის იღებს პასუხისგებლობას, რომ მისი გადაწყვეტილებები, მისი ქმედებები, მისი განცხადებები იქნება მისი პასუხისგებლობა და არა სხვა რომელიმე გარე ძალების, ოპოზიციური ძალების, რა ვიცი, კიდე იმათი ნათესავების და, რა ვიცი, ბაბლების და სხვადასხვა მედიების. როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, ასეთ სისტემაში იყო პოლიტიკოსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა შენი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებ, არის მხოლოდ შენი გადაწყვეტილება და ვერაფრით ვერ იქნება. ნახეთ, ახლა მივდივართ იქამდე. რაც შეეხება შეთანხმებას, ის რომ ამაზე ძალიან ბევრჯერ აქვს ჩვენს პარტიას ნათქვამი, როდესაც იმ რაღაც ფორმატში დავიწყეთ მონაწილეობა და ვაგრძელებთ ამასაც სალომე ზურაბიშვილთან, იყო თავიდანვე გაცხადებული ორად ორი საკითხი, რომელზეც ჩვენ თანამშრომლობ ამ დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან, ეს არის პირველი და უპირველესი, ეს არის იმ მძევლების გათავისუფლება, რომელიც რეჟიმს ყავს დატყვევებული, ეს არის ეს თემა, რომელზეც ყველასთან ვითანამშრომლებთ, ყველასთან, იქნებიან ფორმატში, ფორმატს გარეთ, ფორმატს გვერდით, უკან. მეორე საკითხი, ეს არის ქვეყნის დაბრუნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რისთვისაც გვჭირდება სამართლიან გარემოში ჩატარებული ახალი არჩევნები. ეს არის ორად ორი საკითხი. სხვა თემებზე არ იყავით შეთანხმებული? არა, რა თქმა უნდა, ეს არის ორად ორი საკითხი. აბა ზურაბიშვილი რატო გამოდიოდა და ამბობდა, რომ კოორდინაცია არის ამის, საგანგებო განცხადება გააკეთა, მათ შორის თქვენი პარტიის სახელით ისაუბრა. წყალი იქნებ შემოვაწოდოთ, ქალბატონ სოფოს იქნებ წყალი შემოვაწოდოთ. ეხლა ნახეთ როგორი ამბავია. ნახეთ თავარი ამბავი ამასთან დაკავშირებით ასევე ჩვენ ასევე გქონდა გაცხადებული რომ კომისიაზე დაბარებისას გადაწყვეტილებას მივიღებდით ინდივიდუალურად, იმიტომ რომ გიორგი გახარია იქ არ იყო დაბარებული როგორც პარტიის ლიდერი, იქ იყო დაბარებული როგორც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი. გადაწყვეტილებას მე რომ დამიბარონ ხვალ ამ კომისიაზე, პარტია ამ გადაწყვეტილებაზე ვერ მიიღებს, ასე ვთქვათ, ზეგავლენა ვერ ექნება. შეიძლება რაღაცა მირჩიონ, მაგრამ ეს არის ინდივიდუალური გადასაწყვეტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ არ ყოფილა გიორგი გახარია, არ ყოფილა და როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და როგორც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ამ კომისიას ანუ აღიარებს და როგორც პარტიის ლიდერი არ აღიარებს, როგორ უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს ეს? არა, ძალიან მარტივია, არ უნდა მას ჩახუჭუჭება, ძალიან მარტივი ამბავია. ამ პარლამენტს არ ვაღიარებთ, კომისიას არ ვაღიარებთ, შესაბამისად არ ვართ პარლამენტში და არ ვართ კომისიაში. ეს არის ფაქტი. არ ვართ კომისიაში, არც ხელფასებს ვიღებთ, რომ ამბობენ ხოლმე ხელფასებს იღებენ. თუმცა იღებთ დაფინანსებას იღებთ. ანუ ჩვენ არ ვიღებთ ხელფასებს, ჩვენ არ ვართ კომისიაში, ჩვენ არ ვაღიარებთ არც კომისიის, არც პარლამენტის და შესაბამისად მისი კომისიის. რა აღიარებს ბატონი გახარია, მაშინ რატომ მიდის იქ და მან ძალიან კარგად განმარტა. ძალიან მარტივად განმარტა, როდესაც იქ მივიდა იმიტომ, რომ ეს კომისია რეალურად ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა როგორც დამატებითი ინსტრუმენტი იმ ჰიბრიდული ომის, რომელსაც აწარმოებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამიტომ ამ შემთხვევაში მან გამოიყენა ეს შესაძლებლობა და მივიდა იქ არაკომფორტულ გარემოში ნამდვილად და გამოხატა
ის პოზიცია, რომელი პოზიციის გამოხატვა გვინდა ჩვენ აი ასე. აი ახლა აქ რო იჯდეს თქვენ რო თქვით ბატონი ქადაგიშვილი, აქ არ დაჯდება ირაკლი ქადაგიშვილი და არ მოისმენს ჩემგან კითხვას. დებატებზე არ მოდიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებენ, თუმცა მხოლოდ საკუთარი მომხრეების ხელისუფლება გონიათ. ჩემი ლეგიტიმაციის გარეშე საკუთარ თავის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ. საკუთარ თავს ჩემს ხელისუფლება თავად არ აღიარებენ. არც ერთ ჩვენს დანარჩენ მოქალაქეს, მხოლოდ მათთვის კომფორტულ გარემოში დადიან. თუ პოლიტიკოსი ხარ, შენ უნდა მიხვიდე ყველგან, სადაც შეიძლება შენი ბატონი გახარია. ჩვენ ხო დავდივართ ყველანი. და გახარია რატო არ მოდის? კომფორტული არ არის? არა, როგორ გიგა. ძალიან მინდა რომ მოვიდეს და მოვა? რა, ვიცი, დაელაპარაკეთ პრესამსახურს. მე მგონი ჩვენ ყველასთან შესთავაზეთ, კი, შესთავაზეთ. კიდევ ერთხელ შევთავაზებ, აი ახლა ეთერიდან შევთავაზებ. შესთავაზეთ. იცით რა, თქვენ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხართ, ხო? ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება ნამდვილად, იმიტომ რომ ნახეთ ესე ძალიან მნიშვნელოვანია, ნახეთ, აი თქვენ რო ეხლა მთხოვთ პოლიტიკოს რაღაცა უფრო მეტი მოგეთხოვება ცხადი. ესევ თქვენც აი ხა მაგალითად მე შემიძლია თქვენთან უფრო მეტი პრეტენზია მქონდეს, ვიდრე რომელიმე კერძო კომპანიასთან, რომ მეც გიხდით ხელფას, ხო?